ბუტარობაქიძის საქმეში მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს ია მეტრეველი. ბუტარობაქიძის დედის განმარტებით შემაშფოთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადეიშვილი გამართლდა. მეტრეველი ასევე ეხმაურება ოქროაშვილისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნულ მუხს ამნისტია შეეხო და სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა საბოლოოდ 5 წელი და 3 თვით განესაზღვრა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია. მეტრეველი ოქროაშვილის ადვოკატს სიცრუეშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ინტერესების დამცველის განცხადება, რომ მტკიცებულებები არ არსებობს, მცდარია. ადეიშვილს უფრო მიუძღვის დიდი წვლილი ამ უბედურებაში და ასევე მას უნდა მოეთხოვოს პასუხი აუცილებლად. რატომ მოხდა ადეიშვილის გამართლება ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ რომ ადეიშვილი იყო მაშინ მთავარი პროკურორი, ის გარეშე რომ არაფერი არ მოხდებოდა ქვეყანაში და მიშას ბრძანებებს პირადად ის ასრულებდა და იდეოლოგიც და შემოქმედიც იყო ადეიშვილი. ოქროაშვილს წაეყენა ბრალი ბუტა საქმეში. მიესაჯა უფრო 7 წელი. მე მოვკარი ყური მის ადვოკატს, რომელიც ამართლებს მას და იძახის, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობსო. საპატრულოს უფროსი მიქაძე, რომელიც არც გარდაცვლილია, მან დაადო ხელი, რომ სწორედ ოქროაშვილმა გასცა ბრძანება, რომ მიეტანათ იქ იარაღები. ასევე არის დონაძე განთავისუფლებული, რომელიც არის ცოცხალი მოწმე, რომელიც ასევე იყო შემოქმედი და იყო თვითონ სცენარის ავტორი იქ იარაღების დალაგების.